მოგესალმებით, ეს გადაცემა მთავარი თემაა. მე ჟურნალისტი თეა იოსელიანი ვარ. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ზურაბ ჩხაიძე გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის სახელით ოზურგეთის მაჟორიტარად იყრის კენჭს. რატომ გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა, როგორ აფასებს მის შანსებს კონკურენტებთან შედარებით და რა არის ის ძირითადი მესიჯები, რითიც ის მოსახლეობას ესაუბრება. განდვლილი მაქვს ეს გზა და ვფიქრობ, ახლა და ამჟამად ჩემი ყოფნა პოლიტიკაში საჭიროა. ქვეყანაში არის ის პერიოდი და დრო, რომ გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანები, პროფესიონალები უნდა დაკავდნენ საქმით და მე მიმაჩნია, რომ გარკვეული მიმართულებით მაქვს გამოცდილება და ვარ პროფესიონალი. ეს სიტყვები ჩვენი გადაცემის სტუმარს ეკუთვნის. მოგესალმებით ბატონო ავთანდი. ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რომ დღეს ჩვენს გადაცემას სტუმრობთ. აი ამით რომ დავიწყოთ. თქვენ ამბობთ, რომ დღეს ქვეყანაში ის პერიოდი არის, როდესაც ყველაზე მეტად საჭირო არის პროფესიონალი კვალიფიციური კადრების წინა პლანზე წამოწევა. პირველი ის დღეს ვხედავთ ამის ნაკლებობას ქვეყანაში და მეორე თქვენ რას უსვამთ ძირითადად ხას, როცა ამბობთ, რომ მე გარკვეული მიმართულებით მაქვს გამოცდილება და სწორედ ამ მიმართულებით ვაპირებ, რომ ჩემს ქვეყანას გვერდით დავუდგე. რაზე არის ამ შემთხვევაში საუბარი? თეა, უპირველესად მივესალმები თქვენს მაყურებელს. მივესალმები ოზურგეთელ ამომრჩევლებს. მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ იმის შესახებ, რომ რა მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება. როგორც თქვენ აღნიშნეთ, მე აგერ უკვე 13 წელიწადია პრაქტიკულად გარიდებული ვარ. რაიმე ოფიციალურ სამსახურს ვაკვირდებოდი ამ მოვლენებს. უკანასკნელ 4 წელიწადში საგრძნობლად ვიაქტიურე კიდევაც იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე მოსულიყო ახალი ძალა, რომელიც მოდიოდა ძალიან სერიოზული დაპირებებით. ძირითადად ეს დაპირებები განისაზღვრებოდა იმით, რომ უნდა აღედგინათ სამართლიანობა ყველა დარგში, ყველა სფეროში და სამწუხაროდ, როგორც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, ამ მიმართულებაზე მეც საკმაოდ იმედგაცრუებული დავრჩი. აღარ ჩავღრმავდები ამ თემასთან დაკავშირებით. აი ამ გარკვეულმა იმედგაცრუებამ გამოიწვია ის, რომ მივიღე გადაწყვეტილება აი ახლა შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა და აღნიშნე კიდევაც, რომ მაქვს გარკვეული გამოცდილება. კი ბატონო, 99-2001 წლებში თქვენ უკვე იყავით პარლამენტის დეპუტატი. ეს გზა გავლილი მაქვს, ვიცი რა არის პარლამენტი, ვიცი რა არის საპარლამენტო მუშაობა, ვიცი რა არის მაჟორიტარი და საერთოდ მაჟორიტარის საქმიანობა ჩემთვის უცხო არ არის. და იცით რა პრობლემები არის გურიაში კონკრეტულად? არა მარტო გურიაში, საიდანაც თქვენ ახლა აპირებთ პირველ რიგში მოიპოვოთ მოსახლეობის ნდობა და მეორე ის გამარჯვების შემთხვევაში გააგრძელოთ მათი პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა. ბატონო ზურაბ, საინტერესო არის, ანუ არსებული ინფორმაციით, რა ინფორმაციაც უკვე არის და ოფიციალურად დასახელებული არიან კანდიდატები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ოზურგეთის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევნები. კი, სპექტრი საკმაოდ ესეთია. პირველ რიგში მინდა თქვენგან მოვისმინო, როგორ აფასებთ თქვენს კონკურენტებს და ამ კონკურენტებთან შედარებით შემდეგ თქვენს შანსებს. რითი შეიძლება იყოს ზურაბ ჩხაიძე გამორჩეული დანარჩენი კანდიდატებისგან, რომ მოსახლეობამ სწორედ მას გამოუცხადოს ნდობა. თეა, მე ნამდვილად არ მაქვს ახლა სურვილი, რომ კონკრეტული ჩემი კანდიდატების, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ არჩევნებში, მათი შესაძლებლობები შევაფასო, აქა ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ თითოეულ მათგანს პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილს ვიცნობ პირადად, ნაწილს არ ვიცნობ, მაგრამ იმედია გავიცნობ კიდევაც. მიმაჩნია, რომ თითოეულ მათგანს გარკვეული შანსი აქვს, რა თქმა უნდა, ისე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. აქვთ გარკვეული დამსახურება, წამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებს ვაფასებ საკმაოდ იმედიანად. პირდაპირ გეტყვით, რომ როგორც ზემოთ აღნიშნე, მოვდივარ ძალიან სერიოზული ცხოვრებისეული გამოცდილებით, სამსახურებრივი გამოცდილებით, პროფესიონალური ცოდნით და კონკრეტული ნაკეთების საქმეებით, მათ შორის ოზურგეთის რაიონში, რომელთა ჩამონათვალი საკმაოდ. მაგრამ ბატონო ავთანდი, ის რომ თქვენ შეძლოთ კიდევ ერთხელ პარლამენტიდან დეპუტატის რანგში გაუწიოთ
ადამიანებს, ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე დახმარება. ამისთვის მთავარი არის შანსი. ანუ ხარდაჭერა ადგილობრივების. საინტერესო არის დღეს ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტია აღნიშნავს იმას, რომ შეიძლება ბრძოლა გაცილებით უფრო მარტივი იყოს ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის, ვიდრე ეს იყო 2012 წელს, როდესაც აი ამ ძალიან სუყე დაპირებებით და ბევრი სხვა სიტუაციიდან გამომდინარე, ფაქტიურად აბსოლუტურმა უმრავლესობამ არჩევანი გააკეთა ქართულ ოცნებაზე. თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ დღეს ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები თვლიან, თქვენი პარტიის შანსებიც გაცილებით უფრო მაღალი იქნება, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნების დროს? მე მინდა რომ იმედი გამოვთქვა, რომ ეს ასე იქნება, თეა, მაგრამ ის არსებული რეალობა, რასაც უყურებ, ამის საფუძველს ნაკლებად მაძლევს. თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ ხელისუფლება ყველანაირად შეეცადა და მიაღწია იმას, რომ არსებული ეს ბანკიერი საკანონმდებლო ბაზა, საარჩევნო სისტემა, რომელიც არსებობდა, პრაქტიკულად შეუცვლელი დატოვა. პრაქტიკულად შეუცვლელი დატოვა ის საარჩევნო სიები, რომლებიც არსებობდა და ეს სიები პირდაპირ გეტყვით, რომ კატეგორიულად მიუღებელია და აბსოლუტური სიმახინჯეა, რეალობისგან ძალიან შორს დგას. გარდა ამისა, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ძალიან მაღალია სახელმწიფო რესურსის გამოყენება. აი, თქვენ უშინდელ შეხვედრაზე დააწყებდით და მეკითხა, მაგრამ რადგან დაიწყეთ საუბარი, კი ბატონო, გააგრძელეთ. ნუ პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არიან მთლიანად ჩართული ამ წინა საარჩევნო კამპანიაში. მარტო საარჩევნო შტაბს რო გადავხედოთ და მის შემადგენლობას, ეს ადამიანები სულ ყველა ფუნქციონერები არიან, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების, რა თქმა უნდა და თუნდაც იმ მობილიზაცია, რომელიც ამ ბოლო უკანასკნელი დღეები მიმდინარეობდა იმისათვის, რომ ეჩვენებინათ თუ რა რაოდენობის ადამიანები უჭერენ მხარს ხელისუფლებას, ვინ იყვნენ, ყველანი იყვნენ ესენი პრაქტიკულად უმრავლესობის დეპუტატები ადგილობრივ საკრებულოებიდან, სოფლის საკრებულოში, უпроსორად სოფლის გამგებლები თუ წარმომადგენლები, ერთადერთი ვინც დღეს მუშაობს ოცნების წინა საარჩევნო კამპანიაზე, ეს მხოლოდ ადამიანები, რომლებიც დაკავებული არიან ხელისუფლებაში და საბიუჯეტო ორგანოებში. ბატონო ზურაბ, ეს რას ნიშნავს? პირველ რიგში, აი ძალიან მაინტერესებს თქვენ როგორ შეაფასებთ ამას. ამბობთ, რომ იმ ადამიანების მობილიზაცია ხდებოდა, რომლებიც დასაქმებული არიან სხვადასხვა საჯარო სამსახურებში, IP-ებში, თავისთავად ცხადია ხელისუფლების წარმომადგენლები. და ამას ვერ შეგეწინააღმდეგებით, იმიტომ რომ ჩვენ ზურგეთლები ვარ და ვხედავდით იქ გუშინ რა სიტუაცია იყო, აქედან, მაგრამ აქ მთავარი რა არის? რატო თქვენ ფიქრობთ, რომ არ გამოდის ხალხი უკვე აღარ აინტერესებს ეს ხელისუფლება თუ ხელისუფლება არიდებს მიზანმიმართულად თავს ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შეხვედრას გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლო არის მათ აუცილებლად შეახსენონ თუნდაც მსგავსი პრეზენტაციების დროს ის შეუსრულებელი დაპირებები, რასაც მოსახლეობა 4 წლის წინ ისმენდა. მე უნდა გითხრათ, რომ აი უკანასკნელი 2 თვეა პრაქტიკულად მაქვს შეხვედრები რაიონის მოსახლეობასთან, სოფლებში გასვლებისას და პირდაპირ უნდა განვაცხადო, რომ ძალიან დაიმედებულები არიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ საზოგადოებაში, ხალხში ძალიან დიდი იმედგაცრუება, მე არ დამიმალია ეს სოციალური ქსელების მეშვეობით მივაწვდინე კიდევაც, ვისაც საჭიროა, რომ ასე გაგრძელება და ასე იმედიანად ყოფნა არაფერს კარგს არ მოიტანს. ამასთან ერთად ისიც მინდა გითხრათ, რომ ამას წინათ ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთში იყო ესეთი სტატია, რომელიც გვეუბნებოდა იმას, რომ მარტო გურიის რეგიონში საბიუჯეტო ორგანიზაციებში, აი IP-ები ახსენეთ, თქვენ დასაქმებულთა რიცხვი თითქმის 1000 საშტატო ერთეულით გაიზარდა. კი ბატონო, ეს საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ ჩატარებული კვლევა იყო, რომლის მიხედვითაც სწორედ რას ნიშნავს ეს თეა, ხო, ადვილად მისახვედრია, დაახლოებით 4.5 მილიონით გაიზარდა ყოველ წლიური ხარჯი რეგიონში, მხოლოდ აი ამ დასაქმებული ადამიანების
სახელფასობა კონკრეტულობაში. პრინციპი ძალიან საინტერესოა ამაზე. დაახლოებით 4000 ადამიანი წარმომადგენლებისგან, იმიტომ რომ მე სულ მესმოდა 2012 წლამდე, როდესაც ესენი ემზადებოდნენ და აქტიურად იყვნენ შესულები წინასაარჩევნო კამპანიაში, რომ IP-ებში დასაქმებულთა რაოდენობა არის ძალიან მაღალი, ნუ ბიუჯეტი ვერ უძლებს ამას და ეს ხდება იმიტომ, რომ ამ მასებს იყენებენ შემდეგ იმისთვის, რომ არჩევნებში გარანტირებული კონდეთ გამარჯვება. ამას საუბრობდნენ წინა ხელისუფლება და თუმცა ვნახეთ ის, რომ არც არაფერი შეცვლილა და დღეს უბრალოდ შეიძლება იმაზე შემოგვედაონ, რომ ამ ტოტალური უმუშევრობის პერიოდში რატომ შეიძლება ვშფოთავდეთ დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე. მე გეტყვით იმას, რომ ნამდვილად ეს ასია, ამაში ორი აზრი არ არსებობს. საკმარისი ადამიანს გაესაუბრო, მას დიდი სურვილიც ჰქონდეს და იდეურადაც პირდაპირ იზიარებდეს ყველაფერს იმას, რასაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები გადაგებენ, მაგრამ იმდენად მაღალია ჩანერგილი მათში, აი შიშის გზნობა, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება მათ პირადად ან მათი ოჯახის წევრს, ან მათ ახლობელს დააკარგვინოს სამუშაო ადგილი და ესე იგი სტაბილური შემოსავალი, რომ აი მოგეთქვით, რომ ასეთი მაღალი შიშის შეგრძნება საზოგადოებაში მე კარგა ხანია აღარ მინახავს. ანუ თქვენ რას ამბობთ? ამტკიცებთ საპირისპიროდ, რადგან მუდმივად თავს იწონებს ხელისუფლება, რომ დღეს მოსახლეობას აბსოლუტურად აქვს გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და თან აღნიშნეთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში არ მინახავს. ანუ ეს რას ნიშნავს? შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს რა შიშიც იყო, იმაზე უფრო მეტი იგრძნობა დღეს საზოგადოებაში. მე განწმუნებთ, რომ იმ შიშის დონე არანაირად არ შემცირებულა, გეტყვით იმას, რომ პირიქით გაზრდილიც არის და ეს განსაკუთრებული ბერკეტია, როგორც ჩანს ხელისუფლების ხელში, საიმისოდ, რომ მართონ ამორჩევლის ნება. ბატონ ავთანდილ, ეხლა თქვენ რაზეც ისაუბრეთ, დადიხართ მოსახლეობასთან, მოსახლეობა არის უკმაყოფილო ბევრი რამით და თქვენ როგორც დეპუტატობის კანდიდატთან ალბათ საუბრობენ იმაზე, რომ მათ სურს რაღაცის შეცვლა ქვეყანაში, მათ სურს. ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი აქვს. თქვით ისიც, რომ ძალიან მაღალი არის შიშის გრძნობა საზოგადოებაში, იმ ადამიანებში განსაკუთრებით, ვისაც ოჯახის წევრები ან თვითონ არიან დასაქმებულები. აი ამ შემთხვევაში რა შეიძლება ვიფიქროთ, როგორი არჩევნები გველოდება 2016 წელს შეშინებული მოსახლეობა და ამ მოსახლეობა, რომელსაც არჩევნები ძალიან დაძაბულად ჩაივლის, ამაში ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც ყველაფერი დამოკიდებულია პირველესად ყოვლისა თვითონ მოსახლეობაზე, თვითონ ამორჩეველზე, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოახერხოს ყოველგვარი შიშის გარეშე გამოხატოს თავისი საკუთარი ნება და საკუთარი აზრი. ბატონთან საინტერესო რა არის, იცით, როდესაც მიდიხართ, მე ვიცი რომ თქვენ დაწყებული გაქვთ უკვე წინასაარჩევნო კამპანია, ვიტყვით რომ ძალიან აქტიურად, მაგრამ ნუ ამ ეტაპზე ხვდებით მოსახლეობას. თქვენ რა ძირითადი მესიჯები მიგაქვთ? ანუ თქვენი პარტიის ხედვები როგორია, გეგმები როგორი არის, რას პირდებით ოზურგეთის მოსახლეობას, მიუხედავად იმისა, თქვენ თავად აღნიშნეთ, რომ დაპირებები დიდად ამ არჩევნებზე ვეღარ იმუშავებს, როგორც ეს იყო 4 წლის წინ. მე მინდა თია გითხრათ ისა, რომ ძალიან მოკლე დროში ჩვენ ხელს გვექნება უკვე ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამა, რომელზეც შემდგომ ვიტოვებ უფლებას კიდევ ერთხელ შევხვდეთ და ფართო გავაცნობთ ჩვენს ტელემაყურებელს. მაგრამ ამჟამად ამ წუთას მინდა გითხრათ ერთი ძირითადი სლოგანი, რომელიც ჩვენს პარტიას გააჩნია, ესაა უბლოკო საქართველო, ლაპარაკია საქართველოს სამხედრო ბლოკების გარეშე. რასაც ჩვენ ვაყენებთ და ჩვენი სურვილია ისა და ჩვენ ამას მივაღწევთ, თუკი ამორჩევლის ნება იქნება და ჩვენ მოვალთ იმ ძალით ხელისუფლებაში, პარლამენტში, რომელიც საკმარისი იქნება ამისათვის, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ უნდა განთავისუფლდეს იმ სიტუაციიდან, რასაც ჩვენი ქვეყნის ფრონტის ხაზად გადაქცევა ქვია, სადაც ერთმანეთს ეჯახება ორი უზარმაზარი სახელმწიფოს ინტერესები, ლაპარაკია დასავლეთსა და რუსეთზე, პრაქტიკულად საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს
რუსეთის სამხედრო ნაწილებმაც და საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს. ანუ როგორც თქვენი პარტიის ლიდერი საუბრობს, მიმართულება არ ნიშნავს იმას, რომ უარს ამბობთ დაუშვათ ნატოსა და ევროკავშირზე, თუმცა ის რომ რუსეთთან უნდა მოლაპარაკებების შედეგად დარეგულირდეს სიტუაცია და აი მეზობელი ქვეყანასთან უნდა გქონდეს უფრო სტაბილური ურთიერთობა, ამას ეს იქნება თქვენი ძირითადი მიმართულება მაინც. ეს აუცილებლად იქნება ძირითადი მიმართულება და სხვანაირად ვერც წარმოგვიდგენია ჩვენ განვლილმა ათეულმა წლებმა დაგვანახა ისა თუ რა მოვიგეთ ჩვენ ამით და რა მდგომარეობაში ვართ ახლა ჩავარდნილი. ამიტომ ეს მოქნილი პოლიტიკა აუცილებელია და ჩვენი წინაპრების განვლილი გზა ისტორია გვასწავლის იმას, რომ აუცილებლად მოქნილი პოლიტიკით უნდა გავიდეთ ბომს. ერთსაც გეტყვით. აი ეს მოწოდება როგორც ასეთი და ძირითადი მიმართულება უბლოკო საქართველოს პრაქტიკულად უნდა იქცეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძვლად და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძვლად. აი ძირითადად რაც შეეხება რაიონს. რაიონში უნდა გითხრათ, რომ მე პირადად არ მაქვს იმის იმედი, რომ ჩვენ ისეთი ძალით მოვალთ პარლამენტში, რომ უმრავლესობაში ავმოჩნდეთ, მაგრამ აქედან გამომდინარე გულისხმობ იმას, რომ ოპოზიციაში ვიქნებით ალბათ. ოპოზიციონერის ბედი ყველასთვის ცნობილია. პრაქტიკულად ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გარკვეულწილად მაინც, რასაც მოსახლეობასთან თუნდაც შეხვედრებით, თუნდაც ზოგადად ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასებიდან გამომდინარე, ამბობთ, რომ ბურჯანაძის პარტია ვერ მოვა უმრავლესობაში, მაგრამ ის გააგრძელებს ალბათ ვერ მოვა უმრავლესობაში, ასე ვფიქრობთ, ეს ყველაფერი მოსახლეობის გადასაწყვეტია. თუმცა აუცილებლად მინდა გკითხოთ რატომ ფიქრობთ, რომ შეიძლება ვერ მოხვიდეთ უმრავლესობაში? აი ყველაფერი იქედან გამომდინარე, რაც წეგან ვისაუბრე იგივე ხელისუფლებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მაგრამ არის თუ არა კიდე ერთი მომენტი, მე მინდა აუცილებლად გკითხოთ. პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ ექსპერტების შეფასებით, მოიაზრება მკვეთრად პრორუსულ ძალად. ეს საინტერესოა, ეს გიქმნით თუ არა გარკვეულ უხერხულობას, მით უფრო მაშინ, როდესაც ნებისმიერი დონის სოციოლოგიური გამოკითხვები ამტკიცებს იმას, რომ ქართულ მოსახლეობაში პრორუსული ძალების მომხრე საზოგადოების დიდი ნაწილი არ აქვს. უბრალოდ მე მაინტერესებს თქვენი ხედვა როგორია ევრაზიული კავშირი, ევროკავშირი თუ უბრალოდ ნეიტრალიტეტი ამ შემთხვევაში. პირდაპირ გითხარით არ უმალავთ ამ თემას, იგი არანაირ დისკომფორტი ამასთან დაკავშირებით არ გამაჩნია, მაგრამ ხაზი უნდა გაუსვა იმას, რომ არანაირ პრორუსულობაზე ჩვენ არასდროს არ ვსაუბრობთ და არც მე გეტყვით, რომ ჩვენ ვართ პროქართული ძალა, რომელიც ფიქრობს, რომ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ მხოლოდ ჩვენი ქართული ინტერესები, ჩვენი ერის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ინტერესები და სახელმწიფოს ინტერესები უნდა გავატაროთ და არა ან რუსეთის, ან ამერიკის, ან ევროპის და ასე შემდეგ. უფრო მეტსაც გეტყვით ახლა, რომ აი ზუსტად უბლოკო საქართველოს რაზეც ვლაპარაკობთ. ზუსტად ამას გულისხმობს, რომ არც რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე და არც ნატო. პრაქტიკულად ეს და მიახლოებულია ზუსტად იმ სიტუაციასთან, რასაც ნეიტრალური ქვეყანა ქვია და ჩვენ ამ გზით უნდა მივაღწიოთ მხოლოდ სიწყნარეს, მშვიდობას და ეკონომიკურ გაერთიანებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. სხვა გზით ჩვენ ან ერთი მიმართულებით გადავიხრებით, ან მეორე მიმართულებით შედეგი იქნება აბსოლუტურად კატასტროფული და ამას ჩვენ ვხედავთ დღეს ამ მდგომარეობა უყურებთ წლების განმავლობაში და არც მომავლის განსაკუთრებული იმედი ჩანს. კარგი, მე მინდა თქვენ ბოლო კითხვა დაგისვათ, უბრალოდ მე იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ არაერთხელ იქნებით კიდევ ჩემი გადაცემის სტუმარი, მაგრამ უბრალოდ აი დღევანდელი გადასახედიდან მაინც როგორ ფიქრობთ თქვენ, რომელი ძალები შეძლებენ მომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერას, ვინ იქნებიან ისინი, რომლებიც უმრავლესობით იქნებიან წარმოდგენილი პარლამენტში? ვერ გეტყვით ახლა დანამდვილებით ამას, რომ უმრავლესობით მოხდება ესა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რამოდენიმე პარტია ნამდვილად მოხდება სხვადასხვა შეფარდებით. ალბათ გეტყვით იმასაც, რომ პრაქტიკულად ეს პარლამენტი მოსალოდნელია იყოს ფართო სპექტრით წარმოდგენილი, საკმაოდ ჭრელი. ალბათ ყველაფერის შემდგომ
შიდა საპარლამენტო მუშაობისას იცით რატომ გამოიკვეთება. გეკითხებით? იმიტომ რომ როდესაც საუბარი არის რომ მოსახლეობა უკმაყოფილო არის ქართული ოცნებით და დღევანდელი ხელისუფლებით, იქ თუნდაც ნაციონალური მოძრაობა ფიქრობს, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ამორჩეველი მთლიანად გადანაწილდება მათზე. ეს თუ მაგალითი გვაჩვენა 2 თვის წინ აი ნასაკირალში და სამეგრელოში ჩატარებულმა არჩევნებმა, რომ პოლიტიკურად ისე დომინანტი ორი პარტია არის, მაინც ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. ვერ ვიტყოდი რომ მხოლოდ ორი დომინანტია, იმიტომ რომ ნაციონალური იმას უпроსორად სახელმწიფო პარტიას ოცნებას აქვს ეს თავისი სახელმწიფო რესურსი, გარკვეული ბერკეტები, რომელიც მას გარკვეული რაოდენობის ამორჩევლებით უზრუნველყოფს და ალბათ გარკვეული პროცენტი მას ექნება. არ გამოურიცხავ რომ სხვასთან შედარებით მან მეტი ხმაც მიიღოს და მეტი დეპუტატიც გაიყვანოს. განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს მაჟორიტარების სექტორი, სადაც იქ სხვადასხვა შეიძლება ასე ვთქვათ, სხვადასხვა მექანიზმებს ამუშავებენ რა. იქ მარტო ერთის იმედად არ არიან, რომ იტყვიან ზოგან ეგრეთ წოდებული დუბლებიც აქვს ჩასმული სხვადასხვა სატელიტი პარტიებისგან ან დამოუკიდებელი კანდიდატების სახით და ასე შემდეგ. შეგიძლიათ თქვათ რომ ეხლა გურიაში იგივე სიტუაცია არის? არ მინდა რომ თქვა ჯერჯერობით ასეა, მაგრამ საერთოდ ქვეყანაში ასეთი სიმპტომები ამ თავის დაზღვევის მიზნით ქართული არსებობს. ვერ გაიმარჯვებს ერთი, შეიძლება გაიმარჯვოს მეორე და სინამდვილეში საბოლოო ჯამში მიზანი მიღწეული იქნება. ასეთი მომენტები არსებობს, ასეთი სიმპტომები არის. და ერთი რამეც მინდათ ეხლა გითხრათ, რომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი შემდგომ საპარლამენტო მუშაობისას, როცა ეს სურათი დაალაგდება, შემდგომ ჩამოყალიბდება იქ ვინსაით გადაიხრება და ვისთან გაერთიანდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ერთი კითხვა, რომელიც პასუხგამოუცემელი დამრჩა პრაქტიკულად. მე უზურგეთელ ამომრჩეველს პირდები იმას, რომ როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი, თუ კი ეს ასე მოხდა პარლამენტში, ვიქნები მათი ინტერესების დამცველი ბოლომდე. ჩემი ტელეფონი არასდროს არ გამოირთვება, თითოეული მათგანისთვის ცნობილი იქნება. ყველა ამომრჩეველს შეიძლება პირადად დამეკავშირდეს და არა ბიუროების და სხვა ადამიანების მეშვეობით და რა თქმა უნდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან მხედველობაში მაქვს ოზურგეთის რაიონის ხელისუფლება, ქალაქი იქნება თუ ისა მაქსიმალურად ურთიერთობაში დავიცავ მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩევლის და მოსახლეობის ინტერესებს. არ მიცემ ამ ადამიანებს საშუალებას, რომ აი ეს განუკითხაობა თუნდაც რომელიც ლაიტურის მეურნეობაში არის წლების მანძილზე გრძელდება, რომელიც დაკავშირებულია მიწების პრობლემებთან. არა მარტო ლაიტური. დიახ, არა მარტო ლაიტური, რა თქმა უნდა, აცია ნარუჯა, აცია დიახ, მაგრამ ლაიტური განსაკუთრებული პრობლემაა. აქ პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფო აშკარა დამნაშავეა მოსახლეობის წინაშე და სახელმწიფო უნდა აღიაროს ის, რომ თავის დროზე მან შეგნებულად თუ შეუძლებლად. ანუ ბატონო ზურაბ, შეიძლება ვთქვათ, რომ თქვენ შესწავლილი გაქვთ უკვე ის პრობლემები, რა პრობლემებზეც გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება დაიწყოთ მუშაობა და არა დაუშვათ არ გვექნება შეიძლება ის მაგალითები, რაც თუნდაც გვაქვს მაჟორიტარი დეპუტატების შემთხვევაში, როდესაც თანდათან სწავლობენ პრობლემებს, თუმცა მე რაც თქვენ აღნიშნეთ, ეხლა მე სხვასავით არ მომიცევი და ტელეფონს არ გამორთავ. ხდება ხოლმე ასეთი. ყველა ოჯახში იქნება ჩემი ტელეფონის ნომერი, და თქვენ ამაში დარწმუნდებით წინასაარჩევნო კამპანიისას, რომ ყველა ოჯახი მიიღებს იმ ტელეფონს, რომელიც მე მექნება მუდმივად ჩართული პირადად. და ერთსაც გეტყვით, შესწავლილი მაქვს, რა თქმა უნდა, ყველა პრობლემა, აქ იმდენი პრობლემაა, ყველას ვერ გავწყვეტებული ალბათ. ლაიტურის პრობლემა პრაქტიკულად ძირფესვიანად გვაქვს შესწავლილი და მე ვაძლევ ლაიტურის მოსახლეობას პირობას იმისა, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში საპარლამენტო მუშაობაში ერთ-ერთ პირველ კანონ პროექტს განსახილველად, რომელსაც შევიტანთ იქ ჩემი ინიციატივით, ეს იქნება დაკავშირებული აი პრობლემის გადაწყვეტასთან, რაც არის ლაიტურში მიწების პრობლემა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მე თქვენ წარმატებებს გისურვებთ. ჩემს მაყურებელს კი შევახსენებ, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ ბატონი ავთანდილ ჩხაიძე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მე მომავალ გადაცემამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.